უდიდესი ტრაუმები მივიღე და უდიდესი ფოთოები გამოიწვია იმან, რომ მე მართლა მეშინოდა და ეხაც მეშინე ქუჩაში გადაადგილების. ყველაზე პოპულარული თემა, რაც კი არსებობს და ესე ვთქვა, ძალიან ბევრი ადამიანი გვწერს ამაზე, არის ნაადრევი ეიაკულაცია. აქვს თუ არა ქალებს ერექცია? სექსზე და მენსტრუალურ ციკლზე რამდენი ვიდეო უნდა ჩავწერო, აღარ ვიცი. უკვე, მაგრამ აშკარად აქტუალური თემაა და დღეს უშუალობაზე ვსაუბრობ და აქაც რომ არ დაგვიკარგოს ეს განმარტებები, მოდით ვიცოდეთ რა არის ეს უშუალობა და როდის მივმართოთ რეალურად ექიმს. ძალიან ბევრმა კოლეგამ გამაკრიტიკა, ბევრი კომენტარი იყო, მათ შორის ფოლოვერების და რაღაც ადამიანების მხრიდანაც იყო, რომ ეს რაც აკეთებ არასერიოზულია, ექიმი ესე არ უნდა იქცეოდეს, პატრონი არ ყავს და რაღაც ხალი რო ხარ კაბინეტის უკან ისაუბრე. კაც ექიმებთან მქონია ვიდეოები, რავი ზაზა თელია ჩვენი კოლეგა პედიატრ ძმებთან და კიდე იგეგმება და აი მაგ დროს მოხდა ჩემი აღიარება რომ ხალი ექიმი თუ კაცთან ერთად გას, ხო, ოკეი, მაშინ მივიღებ და მან ნეგატივი არ მოყვა ამ ყველაფერს და ძალიან მეცინებოდა ამაზე, მაგრამ წინდა რა თქმა უნდა, რომ ეხა ადამიანად რო არ გაღიარებ. სექსუალურ შევიწროები რო დაიწყო თავიდანვე, ძალიან ვისტრესებოდი. პოლიციაშიც რო ვიყავით, იქ ძალიან ბევრი ვისაუბრე. ყველაფერი მოვყევი 5-6 საათი წერდნენ ამ ყველაფერს. და მართლაც იმათვისაც ძალიან ძიმე იყო, რასაც აი ტექსტებს რო ნახულობდნენ, რა შინაარსის იყო, აი ხა არ მინდა პერიფრაზირებაც კი. ხო, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ პრინციპულად ამდენ სექსუალურ შევიწროებას ნამდვილად ვერ გავჩუნდებოდი და მართლა იყო ეს კულმინაცია, ეს ბოლო და მაგიტომაც წავედი. უფრო მეტად იყო გათავისუფლება ჩემ თავში საზოგადოებრივი ამ სტერეოტიპებისგან, რომ მე გამოვიწვიეს როგორც ქალმა, ქალებს საქართველოში განსაკუთრებით გვახასიათებს ეგ რომ ჩვენ უნდა დავიბრალოთ ყველაფერი, ჩვენ შეიძლება გამოვიწვიოთ, რომ სხვა ჩვენზე იძალოთ, ჩვენი სირცხვილია ეს თან, რომ დავდე და რომ დავინახე მხარდაჭერა, რომ ეს შენი ბრალი არ არის, ანუ ის იმ ადამიანების პრობლემაა და პრობლემა შენში არ არის, ანუ ეს ნაწილი ძალიან დამეხმარა. ჩვენებაშიც თქვი, რომ ძალიან ბევრი დავბლოკე ასობით და ეს ნახეს კიდეც პოლიციელებმა. დავბლოკე და მე დავფიქრდი, რომ ანუ ვიღაც ადამიანები ჩემ ცხოვრებაში, ქალებმაც მიყვებოდნენ, რომ აი მეც ბლოკავ ეგრე, ანუ რაღაც უზიარებთ ერთმანეთს მეგობრებს, მაგრამ ახალ აკაუნტებს ქმნიან და ანუ აზრი არ აქვს. ნუ ეს ერთი ნაწილი, მეორე ან პასუხისმგებლობის ნაწილში, ანუ ზერთად უფრო კაცები გეუბნებიან, რომ დაბლოკო, შენ რატო დადიხარ მაგათ დონეზე, რატო შედიხარ დეტალებში, შენ არა ხარ კლდემა მოსილი? და რაღაც ეგეთი კომენტარები და რეალურად ანუ მე რო ეს ადამიანები მაწუხებენ, მავიწროებენ და რავი სხვა ქალებს კლავენ საერთოდ ანუ და ბავშვებს აუპატიურებენ და აშანტაჟებენ შიშველი სურათების გამოქვეყნებით, ანუ აი ამის პრევენციისთვის რა გააკეთეთ? ანუ ოჯახში რომ მაგას მეუბნებით და სანათესაოში და საზოგადოება, ანუ თქვენ ანუ გონიათ რომ ეს დაბლოკვა არის გამოსავალი? შეგვარცხვენენ, ჩვენ გავჩუმდებით, დაბლოკავთ, მაგრამ მე ან სხვა ხალი ან ვიღაცის დედა, ვიღაცის და ისევ იქნება შევიწროენ. არ სრულდება არასდროს. მე ცხოველოდი რა, მეტყოდენ რომ საერთოდ გავჩერდე და რატო წერა ვიდეოებს თუ ფიზიკური განადგურებით შეიძლება ვიღაცა დამემუქროს. მაგრამ გავაცნობიერე რომ ეხა მე რადგან უამრავი ქალი მიყურებს და ოჯახი ამას თუ არ გავასაჯაროებ ეს ანუ ეს რა თქმა უნდა ამ პრობლემას უფრო ვერ მოაგვარებს ვერ ჩემთვის და ვარ სხვებისთვის. კითხვა რომ ისმის რატომ შეგავიწროვეს, რატომ გაგაუპატიურეს, რატომ მოკლეს, რატომ მოხდა შენ ცხოვრებაში, შენ გამოიწვია ეს, ანუ ეს არის ის რომ ეს ჩვენ ამით ხარს უჭერთ მოძალადეს.